ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები 7 კაციანი დასის საფრანგეთიდან დაბრუნდა, მათ პარიზში ზამთრის თეატრალური ფესტივალი პიესით მელოტი მომღერალი ქალი გახსნეს. დადგმამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო. ქართველი სტუდენტების გასტროლი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტთან ერთად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. როგორც სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე აცხადებს, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების სტუდენტებისთვის გამოცდილების გარდა ერთგვარ ტრამპლინსაც წარმოადგენს. სწორედ პარიზულმა გასტროლმა გადააწყვეტინა დასის წევრებს დამოუკიდებელი ექსპერიმენტული თეატრის დაარსება. შეგახსენებთ, რომ პარიზამდე აღნიშნული სპექტაკლი ბათუმელმა მაყურებელმა კულტურის ცენტრსა და დრამატულ თეატრში ნახა. გავაგზავნეთ ეს ბევრ თეატრალურ ფესტივალზე. ერთ-ერთი გამოხმაურება ქონდა პარიზს. ასევე განათლების კულტურის სამინისტროს დახმარებით წავედით იქ, ასევე უნივერსიტეტის სახელით წავედით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვარსებობთ როგორც თეატრი, ეხლა ვაპირებთ. ფესტივალის პირველი დღე გავხსენით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, იქ სხვა მაყურებელია, ფეხზე ატნენ ოვაციები დასში. და სამომავლოდ ალბათ ვაპირებთ პატარა თეატრის გაკეთებას, რა თქმა უნდა, თუ მოხერხდება ცოტა ამბიციური ნათქვამი იყოს შეიძლება, მაგრამ თავიდანვე ამბიციური გვეგონა ჩვენს ფესტივალის წასვლა. საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს კულტურული ღონისძიებათა გეგმაში მე-12 პუნქტი ითვალისწინებს სასცენო ხელოვნების ხელშეწყობას. და ამ პუნქტის თანახმად დაფინანსდა ახალგაზრდული თეატრის გასტროლების სატრანსპორტო ხარჯები. ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცით, ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა, დიდი ოვაციები და თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოეწონა პარიზელ მაყურებლებს, რადგან ეს არის ფრანგული პიესა და ქართული ინტერპრეტაცია იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო.